ბოროტად გამოყენება და ეგრეთ წოდებული ინსენტივების ქართულად რა არის? წახალისების სქემის, თქვა, ტოპ მენეჯმენტის და საჯარო კომპანიებში გულისხმობ უფრო მეტად რა, ვიდრე პატარა კომპანიებში ეგ საკითხი ისე არ დგას. ანუ აი საჯარო კომპანიებში ხო, აქ სადაც ინსტიტუციური აქციონერები ყავთ. იქ როდესაც აღმასრულებელი გუნდის კომპენსაცია მიბმული არის ხოლმე აქციის ფასზე. ხშირ შემთხვევაში ვადა ძალიან იკნებს რა, ეხა ჩემი პირადი ის რო ავიღო, ხო, ეხა მე რო საბოლოო ჯამში დავინახო გზა 3 წელიწადში როგორ შეიძლება მულტიმილიონერი გავხდე, შეიძლება გაჩნდეს ეგეთი ადამიანში შეიძლება გაჩნდეს ეგეთი აზრი, რომ მოდი რა მე ამ 3 წლიან ჰორიზონტზე ვიფიქრებ კომპანიაში საქმიანობას და ამიტომ შეიძლება რა რამდენი მაგალითი არის, რომ არასწორად წარმოებული საქმის გამო რაღაც დონეზე ამ ფულის რეპუტაცია ფუჭდება და ფულის რეპუტაციასთან ერთად კაპიტალისტური მოწყობის რეპუტაცია ფუჭდება და მე კაპიტალიზმი არ ვარგა, იმიტომ რომ ის და ამასიც ამ წიგში ხო ბევრჯერ იყო ნახსენებს, რომ ის სტანდარტული მიდგომა კაპიტალიზმის, რომ ბიზნესმა ფული უნდა აკეთოს, მოძველებულია და უნდა აკეთოს რაღაცა საერთო სიკეთეში საერთო სიკეთეში წვრილი შეტანა და მე მგონი მანდაც ეგ ანანის პრობლემა აღმოჩნდა და არა და